კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Bid Manager-ში. თქვენი ერთში გაერთიანებული საკონტროლო ცენტრი, აუქციონის მართვისა და მომხმებლის ანგარიშვალდებულებისთვის. ეს სახელმძღვანელო შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ Bid Manager-ის სწრაფად და თავდაჯერებულად გამოყენებაში. თქვენი Co-Party-სა და IAAI-ის ყველა ანგარიშის მონაცემი პირდაპირ Bid Manager-ში გადადის. შექმნით ცოცხალი ცენტრალიზებული ცენტრი, სადაც თქვენს ანგარიშებზე ყველა ანგარიში, ინვოისი და ავტორიზაციის მონაცემები მყისიერად ჩანს. როგორც Bid Managers, თქვენ შეგიძლიათ თქვენი აუქციონის ანგარიშები მიანიჭოთ ბროკერებსა და მომხმარებლებს. ისინი ათავსებენ ფსონებს Bid Manager აპლიკაციის საშუალებით და თქვენ ყველაფერს ხედავთ რეალურ დროში. აპლიკაცია მათ აძლევს პირდაპირ წვდომას ფსონებზე, თქვენი ანგარიშის პაროლების საროლების გაჭიროების გარეშე. თითოეული მომხმარებელი ხედავს მხოლოდ თქვენს მიერ დაშვებულ ანგარიშს, მათ სრულ ფსონების ისტორიასთან ერთად და მათ მიერ მოგებული მანქანების სიას. ეს არის მარტივი, უსაფრთხო და თქვენს ბიზნესს სრულ კონტროლსა და ხილვადობას აძლევს. ახლა ჩვენ ვიწყებთ Bid Manager აპლიკაციის სრული დათვალიერებით. თუ ერთზე მეტ აუქციონის ანგარიშთან მუშაობთ, იცით რამდენად რთულია თითოეულის ხელით შემოწმება. ყოველდღიურად უნდა მოძებნოთ ახალი შესყიდვები, გადაუხდელი ინვოისები და დოკუმენტების განახლებები. Bid Manager დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში, ამ სამუშაოს თქვენთვის შესრულებით. დავიწყოთ ანგარიშების განყოფილებით. ეს არის თქვენი მთავარი დაფა. ის აჩვენებს თქვენს ყველა აუქციონის ანგარიშს, ერთ ადგილას. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი აუქციონის ანგარიშები მენიუს ხილაკიდან, რომელსაც აწერია ანგარიშის დამატება. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ Co-Part, IAAI ან Edge Pipeline ანგარიში. ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ მნიშვნელოვანი რიცხვები, როგორიცაა ანგარიშების ჯამი, საჭირო ქმედებები, გადაუხდელი ინვოისები და ვადაგადაცილებული ნაშთები. ასევე შეგიძლიათ სიის გაფილტვრა, პროვაიდერის, რეგიონის, ანგარიშის სტატუსის ან თეგების მიხედვით. თითოეული ანგარიში აჩვენებს სასარგებლო ინფორმაციას, როგორიცაა გადასახდელი ნაშთი და ნებისმიერი გადაუხდელი ინვოისი. როდესაც ვაწყაპუნებთ ანგარიშზე, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ყველა დეტალი. ზედა ნაწილში არის ძირითადი ნომრები, როგორიცაა მინიჭებული მომხმარებლები, ინვოისის მთლიანი თანხები, გადაუხდელი თანხები, დალაგებული სასტრაფოდ, შემდეგ. ჩვენ განვიხილავთ რწმუნებათა სიგელების მართვას. აქ შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეინახოთ მომხმარებლის სახელები და პაროლები თითოეული აუქციონის ანგარიშისთვის. Bid Manager ამოწმებს თქვენს რწმუნებათა სიგელებს ყოველ საათში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი კვლავ მუშაობენ. თუ პაროლი შეიცვლება Bid Manager-ის გარეთ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას. შეგიძლიათ პაროლის ხელახლა დადასტურება, ერთი დაწყაპუნებით. ასევე შეგიძლიათ პაროლების შეცვლა, პირდაპირ Bid Manager-ში. ყველა ცვლილება ინახება ჟურნალში, უსაფრთხოებისა და ანგარიშვალდებულებისთვის. ეხლა გადავიდეთ ინვოისების განყოფილებაზე. ეს გვერდი აჩვენებს თქვენს ყველა ინვოისს, თქვენი ყველა ანგარიშიდან, ერთ ადგილას. ზედა ნაწილში შეგიძლიათ იხილოთ ინვოისების საერთო რაოდენობა, საერთო ღირებულება და მათი გადახდის სტატუსი. ქვემოთ ინვოისების სრული სია, თითოეული რიგი აჩვენებს ლოტის ნომერს, თარიღს, თანხას და სტატუსს. ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომელმა მომხმარებელმა მოიგო ავტომობილი, სვეტში მოგებული. Bid Manager ავტომატურად მიაკუთვნებს მომხმარებელს, თვალყურისდევნებული გამარჯვებული ფასით, სწორ ინვოისს. ამგვარად, თქვენ ზუსტად იცით, რომელმა მომხმარებელმა რომელი ავტომობილის მოგებაზე იყო პასუხისმგებელი. შეგიძლიათ სიის გაფილტრვა შემდეგის მიხედვით: ინვოისის ტიპის, ანგარიშის, გადახდის ქსელის სტატუსის ან თარიღის. ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ შემდეგის მიხედვით: ლოტის ნომრის, VIN ან მომხმარებლის სახელის, კონკრეტული ნივთების სწრაფად მოსაძებნად. დავაწყაპუნოთ ამაზე 2024 Mazda 3 Sport. ეს დეტალური გვერდი აჩვენებს ინვოისისა და ავტომობილის შესახებ ყველა ინფორმაციას. მიმოხილვის ჩანართზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინვოისის ძირითადი მონაცემები, როგორიცაა ინვოისის ტიპი, სტატუსი, სავალდებულ თანხა და მისი გაცემის თარიღი და გადახდის თარიღი. შემდეგ ჩანართში, რომელსაც აწერია ლოტის დეტალები, თქვენ ნახავთ ავტომობილთან დაკავშირებულ ძირითად ინფორმაციას. მათ შორის VIN, ეზოს მდებარეობა და გასაღებების ხელმისაწვდომობა. აქ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ტრანსპორტირებისა და საკუთრების უფლების პროგრესი. თუ ხელმისაწვდომიომია, Bid Manager აკონტროლებს ავტომობილის მგზავრობის ყველა ნაწილს, დაგეგმვიდან მის მიწოდებამდე. იგივე ეხება საკუთრების უფლებებს. სრული პროცესის ნახვა შეგიძლიათ შემდეგიდან: აღება,
დამუშავება, გადაზიდვა და მიწოდება. შემდეგი ჩანართი. მომხმარებლები. საშუალებას გაძლევთ კონკრეტულ მომხმარებელს მიენიჭოთ სატრანსპორტო საშუალება. თუ თქვენი მომხმარებლები იყენებენ Bid Manager-ის მობილურ აპლიკაციას ფსონების დასადებად, ეს მინიჭება ავტომატურად ხდება. Bid Manager შეუფერხებლად აკონტროლებს მომხმარებლის ყველა აქტივობას, მათ მინიჭებულ აუქციონის ანგარიშებზე. უზრუნველყოფს, რომ თითოეული სატრანსპორტო საშუალება დაკავშირებულია სწორ მომხმარებელთან, ხელით შეყვანის გარეშე. და ბოლოს, ფსონების ჩანართი. გაწვდით სრულ ჩანაწერს. ამ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული ყველა ფსონის აქტივობის შესახებ, როგორც ეს Bid Manager-ის მიერ არის დაფიქსირებული. აქ ნათლად ხედავთ, რომელმა მომხმარებელმა განათავსა თითოეული შეთავაზება, თანხა და შედეგი ნებისმიერი გაურკვევლობის აღმოფხვრა. იმის შესახებ, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი, საბოლოო გამარჯვებულ შეთავაზებაზე. ახლა მოდით განვიხილოთ მომხმარებელთა მართვა. და როგორ მუშაობს Bid Manager საშუალებას გაძლევთ, შეუფერხებლად აკონტროლოთ მომხმარებლის ყველა აქტივობა. Bid Manager აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS, Android, Windows და Mac OS პლატფორმებზე. საშუალებას აძლევს თქვენს მომხმარებლებს უსაფრთხოდ მიიღონ ცდომა მათთვის მინიჭებულ აუქციონის ანგარიშებზე, ნებისმიერი ადგილიდან. დასაწყებად უბრალოდ შექმნით ახალი მომხმარებელი, ჯერ მისი მონაცემების შეყვანით. ამ მაგალითისთვის მე შევქმნი მომხმარებელს John Smith. შემდეგ შეგიძლიათ აერჩიოთ მომხმარებლისთვის რამდენიმე ნებართვა, როგორიცაა აქტიურია თუ არა ანგარიში, აქვთ თუ არა მათ ინვოისების ნახვის უფლება, ბილეთის საშვის ნახვა, ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების ნახვა. ასევე შეგიძლიათ დააყენოთ მომხმარებლისთვის შეთავაზების ლიმიტები. აქ შეგიძლიათ დააყენოთ შეთავაზებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის განთავსებაც მათ შეუძლიათ. მოდით მაქსიმალური თანხა $50,000-მდე დავაყენოთ. ასევე შეგიძლიათ დააყენოთ შეზღუდვები იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, რომლებზეც მათ შეუძლიათ ფსონის დადება. მოდით შევზღუდოთ 10 სატრანსპორტო საშუალებით. ამის შემდეგ მომხმარებელს მივანიჭებთ აუქციონის ანგარიშებს, რომლებიც ჩვენ გვჭირდება. მოდით მივცეთ მათ Copart და IAAI ანგარიშები. თითოეულ მომხმარებელს ემიჭება უნიკალური 8 ნიშნად ცდომის კოდი, რაც მათ უსაფრთხო ცდომას ანიჭებს, მათ პირად გარემოზე, Bid Manager აპლიკაციაში. ეხლა მოდით გადავხედოთ აქტიური მომხმარებლის პროფილს Bid Manager-ში. ეკრანის ზედა ნაწილში თქვენ ნახავთ, რამდენ აუქციონის ანგარიშზე აქვთ ამჟამად ცდომა მისი ინვოისის აქტივობის შეჯამებასთან ერთად. მოწოდებულია მკაფიო სურათი, მისთვის მინიჭებული ყველა გადასახადის შესახებ. სერტიფიკატების ჩანართში თქვენ ნახავთ მომხმარებლის უნიკალურ 8 ნიშნად ცდომის კოდს. თუ ის ოდესმე დაიკარგება ან დავიწყება, მისი მარტივად აღდგენა, გაზიარება და შეცვლა მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია. ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მომხმარებლის ანგარიშზე განხორციელებულ ყველა ცვლილებას აქტივობის ისტორიაში. ანგარიშების ჩანართში შეგიძლიათ სწრაფად მიანიჭოთ ან გააუქმოთ ცდომა ნებისმიერ აუქციონის ანგარიშს, მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით. და რაც მთავარია, მომხმარებლები ვერასდროს ხედავენ ან ვერ იღებენ ცდომას აუქციონის ანგარიშის რეალურ პაროლებზე. უზრუნველყოფთ სრულ კონტროლს და მაქსიმალურ უსაფრთხოებას თქვენს აქტივებზე. ინვოისების ჩანართში შეგიძლიათ ნახოთ ყველა ის მანქანა, რომელიც მათ წარსულში მოიგეს, რომელიც მათ ავტომატურად მინიჭებული აქვს სისტემის მიერ. აპლიკაციაში შესვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განთავსებული ყველა შეთავაზება ავტომატურად კონტროლდება და შედის ფასების ჩანართში, მათ პროფილზე. ეს უზრუნველყოფს სრულ ხილვადობას, მათ სატენდერო აქტივობაზე, მოგებული შეთავაზებებზე და პასუხისმგებლობის ხელახლა დასახელება, დავების აღმოფხვრა და მომხმარებლების მიერ საკუთარი ქმედებებისთვის სრული პასუხისმგებლობის აღების უზრუნველყოფა. თითოეულ მომხმარებელს აქვს საკუთარი პირადი სათვალთვალო სია, მათ სრულად პერსონალური და უსაფრთხო გამოცდილების მიცემა საკუთარ ანგარიშზე. როგორც Bid Manager, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ეს აქტივობა სათვალთვალო სიის ჩანართის მეშვეობით, სადაც ხედავთ ყველა მანქანას, რომელიც თქვენმა მომხმარებლებმა შენახეს. ნახეთ ეს 2020 წლის Hyundai Elantra და BMW 5 სერია, რომლებიც ახლახან დავამატეთ ჩვენს სათვალთვალო სიას. სათვალთვალო სია სრულიად პირადია თითოეული მომხმარებლისთვის. მაშინაც კი თუ რამდენიმე მომხმარებელი იზიარებს ერთსა და იმავე აუქციონის ანგარიშს, სხვას არ შეუძლია ნახოს სხვა მომხმარებლის შენახული მანქანები. და ბოლოს ნებართვების ჩანართში. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ
რა შეუძლია თითოეულ მომხმარებელს ნახოს და გააკეთოს, თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ მომხმარებლის ანგარიში. წაშალოთ ისინი ნებისმიერი აქტიური აუქციონის ანგარიშის ანგარიშიდან. თქვენ შეგიძლიათ დამალოთ ინვოისები და გადასახდელი თანხები. აჩვენოთ მხოლოდ საბოლოო ფსონის თანხა, რომლითაც მათ მოიგეს ავტომობილი. და შეგიძლიათ გამორთოთ შესასვლელის ხილვადობა, რათა დაამატოთ დამატებითი უსაფრთხოების ფენა თქვენს ავტომობილებს. BidManager-ის მობილური აპლიკაცია. BidManager-ის დაფასთან ერთად ქმნის ძლიერ ყოვლის მომცველ ეკოსისტემას, აუქციონის ოპერაციების სამართავად. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები სარგებლობენ გამჭვირვალე, გამარტივებული გამოცდილებით, თქვენ ინარჩუნებთ სრულ უფლებამოსილებას, რეალურ დროში ზედამხედველობას და სრულ პასუხისგებლობას ყველა შეთავაზებაზე, ინვოისსა და ანგარიშზე. ეს ინტეგრირებული სისტემა გამორიცხავს ვარაუდებს, ამცირებს ადამიანურ შეცდომებს და ზოგავს ბიზნესებს ათასობით დოლარს, ხელახლა ჩამოთვლის საფასურში, მომხმარებლების პასუხისგებლობის დაკისრებით თითოეული შეთავაზებაზე. დაზოგავს ძვირფას დროს, შემდგომი შეთანხმებების თავიდან აცილება და საბოლოო ჯამში სიმშვიდის უზრუნველყოფა და მასშტაბირების ნდობის უზრუნველყოფა. თუ გსურთ აუქციონის ანგარიშების მართვის გამარტივება, გადადით bidmanager.io დღესვე დასაწყებად. გმადლობთ ყურებისთვის.